ესე იგი, ემიგრანტი დედის ნაჩუქარი ბავშვის სამოსით დაწყებული საქმე, რომელიც ბევრ ემოციას, მოგონებებსა და ისტორიას ინახავს. 35 წლის სამი შვილის დედა თამუნა ქისიშვილი სწორედ ამ პატარების სამოსით კერავს სათამაშოებს, რომლებიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. უფრო მეტი ახლა უნდა ვნახოთ ნინუცა როსტიაშვილის სიუჟეტში. ჩვენს ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ყველას მოგვეპოვება თუნდაც ერთი ნივთი, ამ შემთხვევაში ტანსაცმელი, რომელსაც ვერ ველევით, ასე გვიდევს თუნდაც გარდერობში და გადასაგდებად გვენანება, რადგან გარკვეული ემოცია გვაკავშირებს მასთან. შეგვიძლია გარდაქმნათ ახალ სიცოცხლედ და მივცეთ სათამაშოს ფორმა, რომელსათანაც შეხებაც შეგვიძლია და ჩახუტებაც. სწორედ ასე შევუქმენი ჩემ შვილსაც დათუნია მისი სამოსისგან, რომელიც უკვე დაპატარავებული ქონდა. განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებდა, თუნდაც იმიტომ, რომ ეს სამოსი გამოგზავნილი იყო ჩემი ემიგრანტი დედისგან. და რა თქმა უნდა, იმას გადასაგდებად ვერასოდეს ვერ გავიმეტებდი, ვერც გასაჩუქებლად და ვერც იმისთვის, რომ ასე გარდერობში უადოდ დებული იყო და მას შევძინე ახალი სიცოცხლე, რომელიც საუკეთესო მეგობრობას უწევს ახლა უკვე საბას და მის ძმებსაც. ზოგჯერ ხდება ისე, რომ სამოსი მიდევს წინ და რაღაცა ფერებს, ფაქტურებს თითქოს ვერ უკავშირებ ერთმანეთს და ამ შემთხვევაში მირჩევნია ყველაფერი დავტოვო ისე, როგორც არის. მე მთელი ღამე ვფიქრობ, აი მართლა, რომ აი როგორ რა შეიძლება გაკეთდეს და მე დილით უკვე თამამად შემიძლია დავიწყო სამუშაო. ესკიზი არ იქნება წინასწარ, ანუ ვიზუალური მხრით, თუ რაღაც არის ისევ და ისევ ჩემს ფიქრებში და ჩემს გონებაში. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი სამი ბიჭის დამსახურებაა, მაგრამ როდესაც აი ესეც სამოს ვხედავ, ერთი სული მაქვს დავასრულო მასზე მუშაობა, იმდენად მიყვარს და მომწონს ესეთი პრინტი და ფაქტურა. ახლა ვემზადები ბაჭიის შესაკერად. პირველ რიგში გამოვჭრი დეტალებს. მე უკვე ვიწყებ ქსოვილზე მუშაობას, როგორც უკვე დამოუკიდებლად. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ვიცი რას ვაკეთებ, ვადებ თარგს და ამოვჭრი შესაბამის ზომებზე. მას შემდეგ, როცა უკვე ყველა დეტალი ამოჭრილია, ვიწყებ მათ დაფიქსირებას წებოვან ქსოვილზე. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ტანსაცმელი განსხვავდება ფაქტურით, სიმტკიცით, მათ სჭირდება ერთი საერთო საფუძველი. ამ შემთხვევაში ეს წებოვანი ქსოვილი და ასეთი სახით უნდა დავამუშაო ყველა მათგანი. რათა საბოლოოდ მივიღოთ ასეთი შედეგი და შევიძინოთ საუკეთესო მეგობარი. საკუთარი თავი აი მართლა ვცდილობ ხოლმე გავიხსენო და არ მახსენდება იმ საკერავი ატრიბუტების გარეშე, ასევე ფანქრების, ფერადი ფანქრების, სახატავი როეულის გარეშე. აი სულ იყო, აი რაც მე დავიბადე, მგონი ისინიც ჩემთან ერთად გაჩნდნენ, მოკლედ ჩემს ცხოვრებაში. სულ სამოს ვკერავდი თოჯინებისთვის. თოჯინებით თამაში მიყვარდა ძალიან გვიან ასაკამდე, სადღაც 13-14 წლისაც კი თოჯინებით ვთამაშობდი, მაგრამ იმიტომ არა, რომ რაღაცა დედობრივი გრძნობები მამოძრავებდა, უბრალოდ სიამოვნებდა ტანსაცმლის კერვა მათთვის და აქედან გამომდინარე ალბათ ავირჩიე შემდეგ პროფესიად ტანსაცმლის დიზაინი, მაგრამ როცა განმავლობაში მე როცა უკვე გავხდი დედა, რაღაცა პრიორიტეტები შეიცვალა და უფრო ისეთ თემისკენ წავედი, რაც უფრო ახლოს იყო პატარებთან, ბავშვებთან. ჩემი შვილი გახდა, მოკლედ, ჩემი შთაგონების წყარო, ასე ვთქვათ. პირველი შვილის დაბადება და ეს კოვიდის პანდემიის დაწყება დაემთხვა ერთმანეთს და მოკლედ აღმოჩნდით სახლში იზოლირებულები და გვინდოდა რაღაცა საქმე, რითიც დავკავდებოდით და ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, მოკლედ ისე გადავწყვიტე, რომ მეცადა სათამაშოს შეკერვა. მით უმეტეს ინტერნეტი იძლევა დღეს იმის საშუალებას, რომ ვისწავლოთ ყველაფერი ის, რაც გვაინტერესებს და რაც სასიამოვნოა ჩვენთვის და ასე შეიქმნა პირველი სათამაშო, რომელიც იყო მელაკუდა. მერე უკვე გაგვიჩნდა ჩვენი პირველი დაპატარავებული სამოსი. გადავწყვიტე, რომ ასე ახლა პირველი სათამაშო შემეკერა ტანსაცმლისგან უკვე. რაც ძალიან ემოციური აღმოჩნდა და უამრავი ადამიანი დამიკავშირდა მას მერე და დღემდე გრძელდება ეს. ემიგრაციის თემა ყველა ოჯახში აქტუალურია, ვფიქრობ, საქართველოში და არ მეგულება ოჯახი, რომ არ შეეხებოდეს ეს ემოციური მომენტი. ერთ-ერთი ბოლო შეკვეთა, რომელიც ახლახანს მივიღე და რომელზეც ახლა ვმუშაობ,
უკავშირდება გოგონას, რომელმაც მომწერა, რომ მის შვილს არ იცნობს ემიგრანტი მამამისი, რომელიც უკვე წლების განმავლობაში ცხოვრობს საზღვარგარეთ, ხო და უნდა რომ ამ ბავშვის სამოსისგან შევქმნა ორი სათამაშო, ერთი თავად ამ პატარას და ერთი კი ბაბუას გაუგზავნოს საზღვარგარეთ. ეხლა მე ცოტა ხო და ასე გაიცნობს მოკლედ საზღვარგარეთ ყოფი ბაბუა შვილის. ყველაზე მეტად ვაფასებ იმ ნდობას, რასაც ადამიანები იჩენენ ჩემს მიმართ. აი თუნდაც ეს უბრალო ერთი შეხედვით უბრალო ნივთები, რომლებიც მათ აქვთ და რომლებსაც წლების განმავლობაში ინახავენ ასე სათუთად და მე მიგზავნიან მე, რომ მათთვის სათამაშო დავაზადო, რამხელა პასუხისმგებლობაა. ორმაგად ვიმუხტები და დიდი мотиваცია მეძლება უფრო ამ საქმის გასაგრძელებლად.